საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანია ჯუნი შეუერთდა. კომპანია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტი არის, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს, დარგში ლიდერის პოზიციას იკავებს და ინოვაციური მიდგომებითაც გამოირჩევა. ჯუნი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე არის, ის ისრაელის ავიახაზების ოფიციალური წარმომადგენელი არის და ბაზრის 30%-ზე მეტს ფლობს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 150,000-ზე მეტ ვიზიტორს გულისხმობს. ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი ბაზრების ათვისებაზე, განვითარებაზე და მათ შორის ინდოეთზე, სადაც საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას ახორციელებს. სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ დღეს საქმე დილაში. სტუმრად მოვიწვიეთ ლაშა სეფერთეგძე, ჯუნის დირექტორი და ასევე ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი არის ჩვენთან ერთად. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მადლობა. როგორ ბრძანდებით? როგორ ბრძანდებით? გაიხარეთ, დიდი მადლობა თავად. ცდილობთ. ხო, აქტივობაზე სპექტრი, ინდუსტრიები, ეხლა უკვე ჯუნიც. ეხლა უკვე ჯუნი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ავიაკომპანიასთან ერთად და საერთაშორისო ოპერატორ კომპანიასთან ერთად, რომელიც წარმოადგენთ აქ ჯუნი ტურიც გახდა ჩვენი წევრი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი შემომყვან ბიზნესზე მომუშავე კომპანია და ჩვენთვის თავარია, რომ ტურისტული ინდუსტრია ჩვენ რომ ამდენს ვლაპარაკობ და ამდენ დოლარებს, ევროებს აგენერებს ჩვენი ბიუჯეტისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს ინდუსტრია სწორედ დგას აი ამ ტიპის კომპანიებზე, რომელთა განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათი განვითარება ამ ინდუსტრიისთვის ძალიან ორგანიზებული ტურიზმის არსებობა, ორგანიზებული ტურიზმის ხარდაჭერა და ორგანიზებული ტურიზმის განვითარება არის პირველ რიგში ის, რაზეც მე ვფიქრობ, ყველანი ერთად უნდა ვფიქრობდეთ. მათ შორის ტურიზმის პოლიტიკა სწორედ ამაზე უნდა იყოს, რომ ეს უნდა იყოს ორგანიზებული და მათ შორის მაღალმხარჯვენიანი ტურიზმის სეგმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. მე პირადად ლაშა სეფერთელაძე რამდენიმე თვის წინ ფიზიკურად ესე გავიცანი ბათუმში ყოფნისას. კომპანია საკმაოდ მსხვილია და ძალიან ბევრი მიმართულებით აკეთებს ინვესტირებას. ეს არის ბიზნეს ჯგუფი. ამ შემთხვევაში ლაშასგან იქნება წარმოდგენილი ჯუნი ტურის თემა, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი შემომყვანი ტურისტების საქართველოში და აქ არის საუბარი რეალურ ტურიზმზე, რომელიც საქართველოში შემოდის, ხარჯავს, თავსდება და იმყოფება მთელი ამ ხნის განმავლობაში. მეც სწორედ ლაშა სეფერთელაძე მოგვიყვება კომპანია ჯუნის შესახებ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებლებს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს და მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან მოყოლებული. თქვენ როგორც ახსენეთ, 10,000-ობით ტურისტი შემოყვავს ყოველწლიურად. პრაქტიკულად ვართ ისრაელი აირლაინსის შვილობილი კომპანია საქართველოში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ თქვენს ტელემაყურებლებს აინტერესებს, საქართველოში ჩვენ მხოლოდ შემოყვანი ტურიზმი არ ვართ, ჩვენ ვართ ასე რომ ვთქვათ ჰაბი, ბიზნეს ჰაბი, რომელსაც შეყავს ისრაელიდან ევროპაში ტურისტები. რამოდენიმე თვის წინ სანამ ომი დაიწყებოდა ისრაელში გავხსენით უნგრეთის ბაზარი, რაც და არა მარტო უნგრეთის ბაზარი, საბერძნეთის და ასე შემდგომ სხვა ბაზრები გვაქვს. უნგრეთის ბაზარმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ებრაელებისთვის და აქტიურად არიან. ესე იგი შემიძლია ვთქვა, რა დატვირთულობაც საქართველოზე მოდის, თითქმის იგივე დატვირთულობა გვაქვს უნგრეთის ბაზარზე. ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ თუ ესე იგი ებრაელი ტურისტი ჩავიდა უნგრეთში პირდაპირ, რა თქმა უნდა თანხა იბეგრება საქართველოში, საქართველოს რჩება შემოსავალი ბიუჯეტში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი კომპანიისთვის თავარი სახე, რომ ეს არ არის მხოლოდ შემომყვანი ტურიზმი საქართველოში. ჩვენ გავყავს ისრაელიდან ესე იგი ებრაელები სხვა მიმართულებით ევროპაში და თანხა რჩება საქართველოში, ქართველები არიან ამ მიმართულებით დასაქმებულები და საკმაოდ აქტიურად მუშაობთ იქაც. ლაშა, უკეთ ახსენით ჯუნისა ეს ბიზნეს მოდელი და რატო? ისრაელელი ტურისტების შესვლა ევროპაში, მათ შორის უნგრეთის ბაზრის ახსნით, რომელიც მორიგი ბაზარია თქვენთვის, მანამდეც არაკლებდით ევროპას ისრაელელი ტურისტების მომარაგებით. ხდება საქართველოსთან. კი, და ეს როგორ ხდება და ამ შემთხვევაში ჯუნი როგორ
ორგანიზებას როგორ აკეთებს. უწევს ამ ყველაფერს ორგანიზებას და როგორ რჩება ამ ყველაფრისგან სიკეთე ჩვენს ეკონომიკას. სიკეთე ვიბეგრებით, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით რა მოგებაც დაგვრჩება, ესე იგი უნგრულ მარკეტიდან და სხვადასხვა მარკეტიდან ეს იქნება კვიპროსი, ეგვიპტეშიც მუშაობდით, სანამ ესე იგი დაიწყებოდა 7 ოქტომბრის მოვლენები, ამის შემდგომ ისრაელმა აღარ გააგრძელა ეგვიპტესთან თანამშრომლობა. ბუნებრივია თანხარჩება საქართველოში ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა დივიდენდს გავიტანთ ან სახელფასებს დავარიგებთ 20% ჩვეულებრივად ვიბეგრებით საქართველოში და ეს ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეული ასე რომ ვთქვათ პრიორიტეტია და ხელშეწყობა იმ კუთხით რომ ჩვენ შეგვეძლო რა თქმა უნდა რომ კომპანია დაგვეარსებინა ევროპულ ბაზარზე, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, იმიტომ არ გავაკეთეთ რომ ჩვენთან გადასახადების კუთხით არის ძალიან კარგი პოლიტიკა, დაბალი გადასახადები და ეს მიმზიდველია ჩვენი ებრაელი პარტნიორებისთვის რომ ბიზნესი აწარმოონ საქართველოსთან. რაშა მიუხედავად იმისა რომ წლებია ჯუნი წარმატებით ოპერირებს ტურიზმის ინდუსტრიაში 2026 წლიდან რატომ გადაწყვეტეთ რომ ბიზნეს ასოციაციის წევრი უნდა გამხდარიყავით და რა მოლოდინები გაქვთ? ეგ შემიძლია პირდაპირ გითხრათ, პასუხი მარტივია, ბუნებრივია ბიზნესი რო განვითარდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა ასეთი ძლიერი ორგანიზაციის გვერდში დგომა და ჩვენ ეს ბოლო თითქმის 2 თვე ვართ ამ ორგანიზაციის წევრი და მრავალი შეხვედრები მაღალი კატეგორიის ბიზნესმენებთან მქონდა და ესეთ დასკვნამდე მივედით, რომ ბათუმს აუცილებლად სჭირდება აუთლეტი. და აქტიურად მუშაობთ ახლა ბათუმის მერიასთან, რომ აუთლეტი გავაკეთოთ და წამყვან ბრენდებთან გვაქვს მოლაპარაკებები, ეს იქნება Adidas, Nike და ასე შემდგომ. სავაჭროზეა საუბარი? დიახ, რა თქმა უნდა, დიახ. ანუ კიდე მორიგ ახალ მიმართულებაში. ახალ მიმართულებით მივდივართ მაგ კუთხით და ეს რა თქმა უნდა ამაში ძალიან დიდი წვლილი ითამაშა ბიზნეს ასოციაციამ, ჩვენ შევხვდით ხალხს, გავიცანით და დაინტერესება იყო და მათთან ერთად ვაპირებთ უკვე რამოდენიმე მოლაპარაკებები ქონდა, შევხვდით ქალაქ ბათუმში მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ამასთან დაკავშირებით და აქტიური მოლაპარაკებები არის რომ ეს განვახორციელოთ. მოლის ტიპის რაღაც იმაზეა, ვილიჯი, ანუ თვითონ სოფელი, აუტლეტი. კი ბატონო, ანუ ეს როგორც ქალაქ გარეთ რა თქმა უნდა, ეს არის რა თქმა უნდა ბიზნეს ასოციაციის დამსახურება, ბიზნეს ასოციაციას რომ ამაში წვლილი არ შეეტანა, ჩვენ ამ დასკვნამდე ვერ მივედით და არა მარტო ეხლა ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით რომ ასეთი ვითარება იყო, როცა კრიზისი აქვს ბიზნესს ან რაიმე დახმარება სჭირდება, თუნდაც შემოსავლების სამსახურთან ან პარტნიორების მოძიება, ბიზნეს ასოციაცია უდგას გვერდში ყველა კუთხით და ეს მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი გამხდარიყავით. მე მგონია რომ კიდევ უამრავი სხვა საკითხი იქნება, რაც ტურიზმთან თანამდებიც არის და ხო, ლაშა არ შეიძლება რომ გამორჩეს თქვენი ძალისხმევა რომლის ასე ვთქვათ მოწმეც ვარ მე თვითონ ინდოეთის ბაზართან დაკავშირებით, რაშიც ძალიან დიდ რესურსს დებთ, როგორც კონტაქტების, ასევე ინვესტირების თვალსაზრისით. დიახ. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. ჩვენ პრაქტიკულად ინდურ ბაზარზე მარკეტინგი დავიწყეთ იქამდე, მანამ ტურიზმის ადმინისტრაცია დაიწყებდა და ელექტრონულ ვიზებზე გადავიდოდით აქტიურად. განვახორციელეთ სამუშაო პროცედურები. თავიდან რაღაცა პრობლემები იყო ვიზებთან დაკავშირებით, ეს პრობლემები მოგვარდა. ვიზების გაცემა ამ ეტაპზე გაცილებით მარტივია, თუნდა, მაგრამ არ შეიძლება რომ არ შევეხო ბოლო პერიოდში, სანამ მარკეტი დაიხურებოდა, ფრენები ბუნებრივია შეჩერებულია საომარი ვითარებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, პრობლემები იყო, აი ესეთ кейსია, მე აუცილებლად უნდა ვთქვა მაგის შესახებ, ცოლ-ქმარი მოდიოდა ესე იგი საქორწინო მოგზაურობაში და მებაჟე ქმარი არ შემოუშვეს, ცოლი შემოუშვეს, ორივეს ვიზა ჰქონდა. და არა მარტო მე, შემიძლია, ესე იგი მე მინდოდა კიდევ რომ ამ ასოციაციის წევრი გამხდარიყავი და თვითონ ტურიზმის პრობლემების ხმა თქვენამდე მომეწვინა და სხვადასხვა ორგანოებამდე, რადგან არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ბიზნესაც აქვს ანალოგიური პრობლემები, დაახლოებით 10% იმ ხალხს, ვისაც უკვე ქართული ვიზა აღებული აქვს, ქართველი მებაჟები საზღვარზე არ უშვებენ. და ეგ რა თქმა უნდა პრობლემა არის და იმედი მაქვს, როცა გამოსწორდება სიტუაცია და დაალაგდება ყველაფერი, ეს პრობლემები აღმოიფრება. მე თქო 500-ზე დავხტე. მივხვდი რომ არ არის ამ კაცის ვერსიას ქალბატონი და ის შემოუშვეს და 500-ზე დავხტე ვიღაცა. არა, მასიურად ხდება ეგ. შეგიძლიათ ესე იგი სხვა ტურისტულ კომპანიებს კითხოთ, რომლებიც ხო, მაგათანაც ეს კიდე გვაქვს. კი ბატონო. ზოგადად ეგ პრობლემები არის საზღვარზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აქტიური მუშაობის შემდეგ 3-4 წლის წინ რაც იყო, იმასთან შედარებით დღეს არა, შედარებაც კი არ არის გაუმჯობესებელია და კომუნიკაცია რა თქმა უნდა. ნუ ეს ხო საბოლოო ჯამში რჩება
ინდივიდუალურ გადაწყვეტილებად საზღვრის ზოლზე, რომელიც შემდგომ შეიძლება ჩარავიდან გამომდინარე. გააჩნია. გასაგები. ხო, არის ზოგადად ლოგიკას ვერ დაიჭერ, სიმართლე გითხრა, მე მიჭირს ხანდახან დაჭერა, იმიტომ რომ იქ არა მარტო ინდოეთი, არამედ არაბული ქვეყნების შეხვედრია და ასე შემდეგ და უბრალოდ თავარი არის რომ ეს სქემა ისე ავაწყოთ, როცა ორგანიზებული ტურიზმია და როცა შემოყვანი ტურიზმია, რომ სწორედ ამ ნაწილში სულ მცირე არ იყოს ეს მსგავსი პრობლემები, ამაზე ალბათ აქტიურად ნოვიმუშაოთ. ჯუნის ჩართულობა ბევრი სხვა მიმართულებით მომეაზრება ბიზნეს ასოციაციის წილში. ნაწილი ლაშამ უკვე ახსენა კიდეც. და მგონია რომ ამ ხრივ საკმაოდ გაფართოვდება მუშაობა. იგივე უცხოელი მუშახელის თემატიკა და ბევრი სხვა რაშიც ვიცი რომ მათ ძალიან სერიოზული კომპეტენცია აქვს. ნახე აქტივობა ბათუმში, თუმცა ყველა ბიზნესი ცდილობდა მათთან დაკონტაქტებას საიმისოდ რომ ჯუნი გამტარია იმ სერიოზული ტრაფიკისა რაოდენობისა, რასაც იზიდავს საქართველოში ინვესტიციების, ანუ ადამიანების სახით რას ფიქრობ? იცი რა, ბაზარზე ყველაზე მთავარი არის რომ პური უნდა აცხოს მეპურემ, ასე ვთქვათ. ანუ არიან კომპანიები, რომლებსაც რაღაცას ახლა იწყებენ, მაგრამ მე მაინც გონია რომ მათ ჯობია თვითონ გააფართოვონ, თვითონვე იზრუნონ რაღაც გაფართოებაზე, ამას ჯობია იმუშაონ იმ ტიპის კომპანიებთან, რომელსაც წლობით აქვს ეს მსგავსი გამოცდილება და მათი ტრანზაქციები გაცილებით იაფი დაუჯდება თვითრე in-house თვითონ რაღაცები აკეთონ. ამიტომ ამ ტიპის კომპანიასთან კომუნიკაცია ყოველთვის სასარგებლო ორ მხრივად. ამ კომპანიისთვისაც და თვითონ იმათვის, ვინც გადაწყვეტს თანამშრომლობას. ბაშა დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გეგმები გექნებათ, როგორც ასოციაციის წრეში, ისე ბიზნესის მიმართულებით და რა არის უახლოესი მომავლის ამბავი? ბიზნესის მიმართულებით ხა აირია. კი, ხო, ეგ გვინდა თქვა, რომ თავარი არის, რომ თავი დავემკვიდროთ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდია ტურიზმისთვის, ჩვენ ხელფასები არ გაგვიჩერებია, მაგის გათვლა ჰქონდა ჩვენ უნებრივია პრაქტიკულად ებრაული კომპანია ვართ და ჩვენთვის ესე იგი კრიზისი გამოწვევა ერთგვარი და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, რომ ესეთი რაღაცა ებრაულ ბაზარზე წელიწადში ერთხელ მაინც ხდება. შეიძლება ორჯერ ან მეჯერ და მზად შევხვდით. იმუნიტეტი უნდა გქონდეს. იმუნიტეტი გვაქვს და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად. ჩვენ უჩივით ისე რა იცი. კი ბატონო, მაგრამ სამაგიეროდ უკვე ქართული ესე რო თქვა ტურიზმის სექტორი უჩივის ძალიან სასტუმროები, სამორინე ბიზნესი, რესტორნები. სამორინე ბიზნესისთვის გასაგები ბათუმში მნიშვნელოვანი დარგლება იქნება. კი, ძალიან. მაგრამ ეხლა ბათუმში მე რამდენადაც ჩართული ვარ, თურქეთმა დაბალანსება მაინც გააკეთა. რადგან ეს გადმოდინება ესე იგი მუსლიმანური დღესასწაულები იყო, წამოვიდნენ ესე და ესე თუ ასე დაბალანსდა, მაგრამ თუ ეს ასე რომ ვთქვათ, კალფის ქვეყნებში საომარი ვითარება კიდე ორი თვე გაგრძელდა, მე არ ვიცი რა, ალბათ შეიძლება მთლიანად ეკონომიკაში შეეხოს ეს ყველაფერი. კარგი, დავუკვირდეთ და კავშირი. თუმცა გამოწვევა შეიძლება პირიქით შეეძლოთ აქციას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ ხანგრძლივად შეიძლება ჩაიკეტოს ებრაელი ტურისტისთვის და ამ ხრივ საქართველოს როგორც კი ბატონო მეგობრული ასე თქვა გარემო მათთვის ძალიან საინტერესოა. ეხლა ისეთ თემები ამძიმებს. გასაგებია ხა ჯუნი კონკრეტული ისრაელური ავიაკომპანიის წარმომადგენელი კი არა, შვილობილი კომპანიაა, მაგრამ ისეთი განცხადებები, როცა ევროპის ყველაზე მსხვილი ავია გადამზიდი იტყვის, რომ შემოდგომამდე ვაჩერებ კალფის ქვეყნებში, ანუ ლიფტგანზასგულის რეისებსო, ამძიმებს რაღაცებს. ესე იგი შეცვლის ხვალვე თუ საჭირო გახდა და შეიცვალა ვითარება და მშვიდობისკენ ამ განცხადებას, მაგრამ პროგნოზები მძიმეა ჯერჯერობით. კარგი, შევხედოთ და მივყვეთ. ლაშა, ველოდებით ამ და სხვა თემებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. კარგად ბრძანდებოდით. კარგად ბრძანდებოდით და წარმატებებს უსურვებ თქვენს წევრობას BAG-ში. ლევანს მადლობა მობრძანებისთვის. ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორს და ლაშა სეფერთელაძე, ჯუნის დირექტორი. ამ კომპანიაზე კიდევ ბევრს გაიგებ ჩვენგან და საკმაოდ საინტერესო აქტივობებიც დაანონსებთ.